ძალიან კაია, მადლობა. ასეთ მოქმედებას მადლობის ნაცვლად ახლა შესაძლოა ციხე მოხვეს. ეს ბათუმის სანაპიროზე გადაღებული ვიდეოა, რომელიც მაყურებელს დღეს ოცნების პროპაგანდისტულმა ტელეარხებმა უჩვენეს, როგორც რუსოფობიის და საბოტაჟის მაგალითი. კადრებში ჩანს, რომ მოქალაქეებს ხელში ანტისაოკუპაციო პოსტერები უჭირავთ და ასე საზოგადოებას, მათ შორის რუს დამსვენებლებს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას ახსენებენ. Ყველა უნდა იცოდეს, რომ თუ ვინმე აწარმოებს საბოტაჟს საქართველოს წინააღმდეგ, ყველას მიაკითხავს სამართალი. ამ სიტყვებით კი ირაკლი კობახიძე საკუთარ ხალხს დაემუქრა, ვინც გაბედავს და რუსეთის მოქალაქეებს დისკომფორტს შეუქმნის. მთავარი სიტყვა, რომელსაც ივანიშვილის პრემიერი იყენებს, რუსოფობია, რომელიც თითქოს მხოლოდ ეთნიკური ნიშნით ჩაგვრას უნდა გულისხმობდეს, თუმცა ამ კადრების ჩვენებით პროპაგანდისტულმა არხებმა გაამხილეს, რომ რუსოფობიად პარტია ოკუპანტის წინააღმდეგ პროტესტსაც კი შეაფასებს და რაც მთავარია, შეფასებას დასჯა მოხვება. აბსოლუტურად ხალბი შინაარსი იქნება სოციალურ მედიაში, არარსებული ადამიანები, რომლებიც არ არსებობენ ასეთ სახელი გვარით, ასეთი პროფესიით, საუბრობენ იმასეთ, რომ თითქოს საქართველოში არის უარყოფითი გარემო შექმნილი რუსი ტურისტებისთვის. ამას აქვს ერთ-ერთი მიზანი, ეს არის საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენი კარი არის ღია ყველასთვის, ნებისმიერი ტურისტისთვის. ეს არის ის, რაც ძალიან ღიად უნდა ითქვას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოში ყველა ტურისტისთვის იყოს შექმნილი სათანადო გარემო. ეს არის ჩვენი კულტურა, ეს არის ჩვენი ტრადიცია და ეს არის ის, რაც ჭირდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს. Заехали в придорожное кафе Грузии. Здесь вот такие надписи. 20% Грузия оккупирована Россией. ეს მოგზაური რუსეთიდან ახლა კმაყოფილი უნდა იყოს, რადგან ივანიშვილის პარტია სწორედ მისი კომფორტის სადარაჯოს ედგება, თანაც სამართლებრივი მექანიზმებით. პარტიამ საქმეში სუსი ჩართო, რომელმაც საბოტაჟის მუხლით დაანონსა გამოძიება. საბოტაჟად კი შესაძლოა კრემლისთვის მიუღებელი ნებისმიერი აქტი შეაფასონ, რაც ადგილზე რუსეთის მოქალაქეების გაღიზიანებას გამოიწვევს, მაგალითად იმ რესტორნის მუშაობა, სადაც მათ ოკუპაციაზე დახვდებათ წარწერები ან უკრაინის დროშა. კამპანიის მიზანია დეზინფორმაციის გავრცელებით შეიქმნას ყალბი აღქმა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსული ტურისტებისთვის არასასურველი გარემოა შექმნილი. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ სოციალურ პლატფორმა X-ზე რეგისტრირებულ რამდენიმე ყალბ-ანგარიშზე სხვადასხვა საკითხზე ხდებოდა დეზინფორმაციის განთავსება, კერძოდ საუბარი იყო, რომ თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსულ ტურისტებს ტყეში მარტო ტოვებდნენ, ან და მათ მიერ შეკვეთილ საკვებს ქართულ რესტორნებში მიზანმიმართულად განგებ-აბინძურებდნენ, დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სუსის ბრიფინგი კობახიძის განცხადების გაგრძელება გამოდის, რომელმაც 2 დღით ადრე ვრცელი წერილი გამოაქვეყნა და იმის მტკიცება დაიწყო, რომ ქვეყანაში რუსოფობიაა გავრცელებული. პრობლემა კი ისაა, რომ ამ ტერმინს მხოლოდ კრემლი იყენებს საკუთარი აგრესიის გამართლებისთვის, როცა სხვა ქვეყნებში მის მოქალაქეებს თითქოს ჩაგრავენ ან საფრთხეს უქმნიან. ვიდრე კობახიძე დაწერდა საქართველოში რუსოფობიაზე, კრემლის მედიაც აქტიურად საუბრობდა. აქტიურობენ კრემლისტური ორგანიზაციებიც, მათგან ერთ-ერთი მამუკა ფიფია, რომლის მოწოდებასაც მოყვა სწორედ კობახიძის და ახლა უკვე სუსის გააქტიურებაც. ფიფიამ თქვა, რომ ოცნების მთავრობა რუსი მიგრანტების წინააღმდეგ კამპანიას უნდა დაუპირისპირდეს. მამუკა ფიფიას ბრიფინგში ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა წერილით რუსოფობიაზე აქცენტებით და ეხლა უკვე სახელმწიფო საფრთხების სამსახური, რომელმაც საბოტაჟის მუხლით აღზრა საქმე უცხო ქვეყნიდან თურმე კოორდინირებული ანტირუსული რუსი ტურისტების წინააღმდეგ არსებული დეზინფორმაციის მიზნით. მაშინ როდესაც ფიფიას მოთხოვნა სამართლად ასევე უწყებების მხრიდან გამოძიების შესახებ ასე მალე სრულდება და ფიფია საუბრობს დასავლეთის მხრიდან კოორდინირებულ ამოქმედებაზე, ხოლო სუსი საზღვარგარეთიდან, მე ვფიქრობ, ხაზები ძალიან კაფიო და გასაგებია. რამდენად სერიოზულად მიიღო ქართულმა ოცნებამ კრემლის დავალება. ამის კიდევ ერთი ნიშანი საქმეში ზაზა შათერიშვილის, ანუ თავად ოლიგარქის ჩართვაა, რადგან შათერიშვილი სწორედ ოლიგარქის პირად პროპაგანდისტადაა შეფასებული. კობახიძის შემდეგ მანაც რუსოფობიაზე დაწერა და გაიმეორა, რომ ამ განწყობას ქვეყანაში დასავლეთი აყალიბებს. რეჟიმის ოპონენტებისთვის კი ცხადია, რომ ამ ახალი კამპანიით ივანიშვილი ისევ საკუთარ კრიტიკოსებზე გააძლიერებს რეპრესიას, მით უფრო რომ პროპაგანდისტული ტელეარხების აღიარების მიხედვით რუსოფობიად პარტია უკვე ოკუპირებულ ქვეყანაში ოკუპანტის წინააღმდეგ პოლიტიკურ პროტესტსაც კი გამოაცხადებს, ისეც როგორიც მაგალითად გავრილოვის ღამე იყო. პირველ რიგში რუს ტურისტებს არავინ არ ერჩის და ეს გასული წლების განმავლობაში რუსი ტურისტების დიდმა შემოდინებამ და მოზღვავებამ აჩვენა, რომ აქ საქართველოს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს არანაირი რუსოფობია არ აწუხებს, მათ აწუხებთ ის, რომ რუსეთს
როგორც სახელმწიფოს ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები. ეს ნამდვილად ყველას აწუხებს. მცდელობა მდგომარეობს იმაში, რომ ეხლა ხელოვნურად შექმნან ატმოსფერო და ასე ვთქვათ კლიმატი თითქოს ქართველი ხალხი აქ ასე ვთქვათ დაავადებულია რაღაც რუსოფობიით რომ თითქოს იქ რაღაცა ირაციონალურ ემოციურ ამბებში ვართ ჩვენ და ასე ვთქვათ რაღაც დისკრიმინაციული ტენდენციები გვაქვს და ამის გამო ეს გამოიყენონ ანუ ხელოვნურად ეს შექმნა და მე ეს გამოიყენონ გარკვეულწილად თავიანთი რეპრესიული გარემოს დასამკვიდრებლად და გასაძლიერებლად. რუსეთის და მისი მოქალაქეების ინტერესების დაცვა ოცნებამ მთავარსაზრუნავად აგვისტოს ომის კვირაში გამოაცხადა და მაშინ როცა ქვეყანა ომში დაღუპული გმირებისთვის პატივის მისაგებად ემზადება, ჯერ კობახიძის პირით გამოხატა წუხილი რუსოფობიაზე, შემდეგ კი საქმეში სუსი ჩართო, რომელმაც რუსოფობიას სამართლებრივ კვალიფიკაციად საბოტაჟი მიანიჭა და ახლა საქართველოს მოქალაქეებს 4 წლამდე პატიმრობით ემუქრება.